მიმდინარე კვირა კრიპტოინდუსტრიისთვის განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა და ამ ყველაფრის ფონზე ბიტკოინის ღირებულებამ ახალი სარეკორდო ნიშნულის დაალაშქრა. Რასაკვირველია, ბიტკოინის გაძვირების ფონზე მომატებულია სხვა ყველა მსხვილი კრიპტოაქტივის ღირებულებას, კრიპტოვალუტის ფასის ამავალ ტრენდს ინვესტორებთან, ტრეიდერებთან თუ კრიპტოენთუზიასტებთან ერთად BMG-შიც აქტიურად ვადევნებთ თვალყურს და შესაბამისად ვაანალიზებთ კიდევ. დღესაც ჩვენებურად ჩავშლით მოცემულობის განმაპირობებელ მიზეზებს და განმარტავთ. მადლობა, რომ ჩვენთან ერთად არის დილიდან ლიკა მეგუტნიშვილი, ის შემოუერთდა საქმიანი დილას სტუდიას. დილამშვიდობის ლიკა. დილამშვიდობის გიორგი, სანამ მიზეზში მეგობრებ კავშირებს განმარტავდეთ, მანამდე მინდა რომ ძირითად და უახლეს მონაცემებს გავაცნოთ ჩვენი საქმიანი მაყურებელი. რეალურ დროში ბიტკოინის ფასი $121,000 აჭარბებს, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი $2 ტრილიონ 400 მილიარდ აღემატება. ზოგადად კრიპტო ინდუსტრიის საერთო შეფასება ამჟამად $4 ტრილიონ 60 მილიარდის ფარგლებში, რაც შეეხება ეთერიუმის ფასი დაახლოებით $4,300, მისი საბაზრო კაპიტალიზაცია კი 41 მილიარდს აღემატება. ბოლო თვეების განმავლობაში ციფრული ფულის დინამიკაში შეუქცევად ზრდა სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა განაპირობებს, მათ შორის ამერიკული საფონდო ბირჟის ზრდა ბაზრის ზომა უკვე $62 ტრილიონ 200 მილიარდს აჭარბებს, რითაც გლობალური საფონდო ბაზრის 59.1%-იან წილს აკონტროლებს. ისტორიულად არსებობს საკმაოდ ხელჩასაჭიდი კორელაცია NASDAQ-ის ინდექსსა და ბიტკოინის ფასს შორის. როდესაც NASDAQ-ი იზრდება, მაშინ როგორც წესი ბიტკოინის ღირებულებაც იმატებს და ეს კორელაცია არც 2025 წელს არსად არ გამქრალა. კრიპტოვალუტის ფასის ზრდაში გასათვალისწინებელი გარემოება, ასევე გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური, ასევე ფინანსური არასტაბილურობა, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც მთავრობის შატდაუნმა და პოლიტიკურმა დაძაბულობამ დოლარისადმი ნდობა გარკვეულწილად შეარყია. ცხადია, ასეთ დროს ინვესტორები უსაფრთხო თავშესაფრის ძებნას იწყებენ, რაც ტრადიციულად ოქროს და ახლა უკვე ბიტკოინის ფორმით ვლინდება. შესაბამისად, ანალიტიკოსების შეფასებით ეკონომიკის ლოგიკა ოქროს ფასის პროპორციულად ბიტკოინის ფასის ზრდას მოითხოვს. JP Morgan-ის ახალი ანალიტიკური ანგარიშით მათი შეფასებით $165,000 მიაღწევს ბიტკოინის ფასი წლის ბოლოს და თანაც ეს ანგარიში ეფუძნება იმ დაშვებას, რომ ბიტკოინსა და ოქროს შორის იარსებებს კორელაცია, მაშინ უკვე საბოლოო ჯამში ვასკვნით და ვიღებთ იმ ერთიან სურათს, რომ ამ ორ აქტივს შორის ნამდვილად არსებობს გარკვეული კავშირები. ოქროს მიღმა და პარალელურად არც მაკროეკონომიკური და პოლიტიკური მოცემულობის ნუგულებელყოფა შეიძლება ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მთავრობის პროკრიპტო პოლიტიკამ კიდევ უფრო გაზარდა ინსტიტუციური ინვესტორების ნაკადი. მაგალითად, Wall Street-ის ბიტკოინზე დაფუძნებულ ETF-ებში სულ რამდენიმე დღის წინ საკმაოდ მსხვილი $3.5 მილიარდი ინვესტიცია ჩაიდო. ეს კაპიტალი თავისთავად აძლიერებს ბაზრის სანდოობას და ზრდის ფასების დინამიკას. არაერთი უმსხვილესი კორპორაცია, ასევე საფინანსო ინსტიტუტი ბიტკოინს არა როგორც სპეკულაციურ აქტივს, არამედ როგორც სტაბილურ საინვესტიციო საშუალებად აღიქვამს, რაც უფრო მეტ მოთხოვნას ქმნის და მიწოდების სიმცირესთან ერთად ფასების ზრდას იწვევს. ძალიან მსხვილი საინვესტიციო ფონდები და კომპანიები აქტიურად ყიდულობენ ბიტკოინს, მათ შორის არიან ისეთი მოთამაშეებიც, რომლებიც განიხილავენ სტრატეგიული ბიტკოინის რეზერვის შექმნას, როგორც კომპანიების, აგრეთვე თავად სახელმწიფოების დონეზეც კი და როდესაც ასეთი ინტერესია და ინდუსტრია ასეთი ტემპით იზრდება, რა თქმა უნდა, ბიტკოინის ფასიც იმატებს და სწორედ ამიტომაც ვხედავთ რეკორდულ შედეგებს. კრიპტოინდუსტრიის ზრდის სწრაფი ტემპის მიუხედავად ფიზიკურმა და ასევე ინსტიტუციურმა ინვესტორებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ ბაზრის ვოლატილობა, ვინაიდან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ერთ-ერთ ყველაზე არასტაბილურ აქტივზე ვსაუბრობთ, თუმცა ცხადია ეს ვერ ცვლის მოცემულობას, რომ კრიპტო დღეს უკიდურესად მნიშვნელოვან, მოგებიან და ამავე დროს ციფრული ეკონომიკის ერთ-ერთ მთავარ აქტივს წარმოადგენს. ამის გათვალისწინებით საერთაშორისო ანალიტიკოსთა გარკვეული ნაწილი პერსპექტივაში ბიტკოინის ფასის $900 მილიონ გაძვირებასა და ბაზრის საერთო კაპიტალიზაციის $10 ტრილიონამდე ზრდას ვარაუდობს.